შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს. ოღონდ მას უნდა დაუწესოთ ეფექტური მონიტორინგი, კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც იქნა შემუშავებული დეპუტატების მიერ, ბესელია სესიაშვილი პოპხაძის მიერ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ როგორც კოალიციის ლიდერი, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ეს ეგრეთ წოდებული გასაღები, ორი გასაღების პრინციპი არის. ერთი არის სასამართლოს ხელში, რომელიც არის შემოთავაზებული NGO-ების მხრიდან და მეორე არის მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, რა თქმა უნდა. ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ეს ძალიან მარტივასახსნელია, რომ ამას ეხლა გეგმავენ ნაციონალები, იყენებენ თავის არასამთავრობოებს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ ვართ დღეს სახელმწიფო. სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის არ გაუვა. მათი მთავარი მიზანი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. მანამ სანამ ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. არავის არ მივცე უფლებას, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს მოსახლეობაზე.